საქართველოს პარლამენტში დღეს საშემოდგომო სესია დაიხურება ბიუროს ხდომით საარჩევნო კოდექსი, უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, ცვლილება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის და მხარდაჭერის შესახებ, პოლიციის შესახებ კანონი და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება. ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომელიც პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე მიიღო. რეგლამენტის მიხედვით საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება. საშემოდგომო ისე როგორც მანამდე საგაზაფხულო სესია და მთლიანი წელიც რომ გადავხედოთ, იყო ძალიან ნაყოფიერი საკანონმდებლო საქმიანობის წელი და სესია. რამდენიმე მიმართულებით, პირველი ეს არის ინსტიტუციური რეფორმა ჩვენ განსაკუთრებით საშემოდგომო სესიის განმავლობაში და ბოლო ხდომებზეც მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ინსტიტუციური გაჯანსაღებისთვის და ბევრი ის გარკვეული ინსტრუმენტები თუ ინსტიტუტები თუ სხვადასხვა გადაწყვეტები ინსტიტუციური ხასიათისას თავსმოხვეული იყო გარედან მოვიყვანეთ სრულ შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს კონსტიტუციურ მოწყობასთან. ახალგაზრდასმელი არის ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და მოამზადებს ქვეყანას 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ ნახეთ, რომ მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც იქნა მიღებული, ფაქტობრივად რაიმე არსებითი კრიტიკა საარჩევნო კოდექსის მიმართ ჩვენ არ გვსმენია. ერთადერთი საკითხი, რაც გვესმოდა, ერთადერთი საკითხი ამ მრავალ გვერდიანი კანონთან დაკავშირებით იყო უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებული საკითხი, რაც დღესდღეობით ვფიქრობ, რომ ძალიან ნათელი არის თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არ მივცეთ არავის შესაძლებლობა, რომ გარედან ჩაერიოს ჩვენ არჩევნებში, ასე რომ აქაც ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი ამომრჩევლების. მნიშვნელოვანია ბოლოს რომ ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილებაც მივიღეთ და შეეხება მართვის მოწმობებს, ასე რომ ვფიქრობ წელს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმუშავა.